ერთ-ერთი უმძიმეს დღეა ახლა მართლაც, იმიტომ რომ 34 წლის წინ დაიწყო ომი, რომლის შედეგადაც 300,000-მდე ქართველი აღმოჩნდა დევნილი, მათ შორის მეც თვითონ სოხუმელი ვარ. დღეს გავიაზრე, რომ თითქმის ორჯერ მეტი დრო გავიდა დევნილობაში, ვიდრე სოხუმში გამიტარებია. შესაბამისად, მართლაც უმძიმესი რამ არის, დაღუპულია 20,000-მდე ქართველი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა, 80%-ზე მეტი. ეს ალბათ ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაემართა საქართველოს. თავისი მასშტაბებით, თავისი შედეგებით და შესაბამისად ბუნებრივია, რომ 14 აგვისტო ყოველთვის არის რაღაც ძალიან მძიმე დღე ჩვენთვის. სხვა საქმე ახლა დღევანდელ სიტუაციაში უკვე ისეთ ვითარება გვაქვს, რომ დღეს გვიწევს უკვე არა იმაზე, რომ 20%-ია ოკუპირებული არა ქვეყნის, არამედ ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დანარჩენი ტერიტორიაც ფაქტობრივად რუსეთის გავლენის სფერო იყოს და რუსეთის ხელში იყოს ყველანაირად. და ამის კონკრეტულად მაგალითად როგორ ხედავთ იმ სურათს, რაც არის, თქვათ, მე შეფასებები ვახსენე და ამას მწვავე გამოხმაურება ქონდა ხომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. აი რა შეგიძლიათ გამოყოთ კონკრეტულად და ასევე ძალიან ბევრმა თქვენმა კოლეგამ ისტორიკოსმა თუ სხვა პირმა, გასაგებია რომ ხელისუფლების კრიტიკოსმა ახსენა, რომ ხშირად სახეზე არის ისტორიის გადაწერის მცდელობები, ხო? თარიღებთან დაკავშირებული თუ მოვლენებთან. აი ამ ნაწილზე რა სიტყვა? კი, ამას განსაკუთრებით კარგად ვხედავთ ახლა ბოლო დღეებში 7 და 8 აგვისტოს საკითხს უკვე არ შევეხებით, იმიტომ რომ აქ ცალსახაა, რომ ვინ აცხადებს 8 აგვისტოს ომის დაწყებას და აცხადებს რუსეთი, აფხაზები, ოსები და საქართველოს ხელისუფლება, სხვა არავინ. ანუ ქართული ოცნების მეტი არავინ ამას არ უერთდება დანარჩენ მსოფლიოში. ახლა უკვე გეორგიევსკის ტრაქტატის გამართლება დაიწყეს, რომ 20 წლით გადაარჩინა საქართველოს ჯერთი ქართლ-კახეთის სამეფოსთან იყო გაფორმებული ტრაქტატი და არა მთლიანად საქართველოსთან, მეორე რისგან გადაარჩინა თუნდაც ქართლ-კახეთის სამეფო. შემოსევებისგან ომარ ხანის 1785 წელს 2 წლის შემდეგ კრწანისის ბრძოლაში მარცხისგან და აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის საუხრებისგან 12 წლის მერე 1795 წელს თუ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისგან 1801 წელს 18 წლის მერე, არავითარი 20 წელიც არ გასულა. ანუ რისგან გადაარჩინა, არაფრისგან არ გადაურჩენია სიამოვნებაში გეორგიევსკის ტრაქტატს, რომელიც იყო თავიდან ბოლომდე რუსეთისთვის ერთადერთი დოკუმენტი, რომ პლაცდარმად გამოეყენებინა ქართლ-კახეთის სამეფო იმისაც, რომ სამხრეთ კავკასიაში შემოსულიყო, რაც მას უჭირდა საკმაოდ პირდაპირ ვიტყვი და ამ პლაცდარმის გამოყენებით დაეპყრო არა მარტო ქართლ-კახეთის სამეფო და დასავლეთ საქართველოს ქართული სამეფო სამთავროები, არამედ სომხეთი და აზერბაიჯანი, ანუ მთლიანად სამხრეთ კავკასია. ეს ყველაფერი, ნუ აი ახლა მართლაც ისტორიის გადაწერა ამ შემთხვევაში და ეს არის ცალსახად სიყალბის წარმოჩენა ვითომ ისტორიულ რეალობად. რუსეთის გარდა არასდროს არავინ ამ ტრაქტატს დადებითად არ აღიქვამდა რუსი ისტორიკოსების და რუსი პოლიტიკოსების გარდა საკმარისია ითქვას, რომ 53 წლის წინ მოხდა ამ ტრაქტატს 200 წლის თავის აღნიშვნა და მაშინაც კი უკვე ყველასაც ნათელი იყო, რომ ტრაქტატი იყო სიამოვნებაში ძალიან დიდი დიპლომატიური მარცხი ქართლ-კახეთის სამეფოსთვის და მთლიანად ქართული სამყაროსთვის. იმან პირიქით გააღვივა მაშინ იმ 200 წლის თავის აღნიშვნამ ანტირუსული შეხედულებები და მისწრაფებები ქართულ საზოგადოებაში და დააჩქარა კიდევაც
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა რეალურად. თემურ, აი ყველა ომის და ის ომები, რომელიც ყოფილა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აი ამ ომიდან მთავარი საკითხები რა არის, რაზეც არ უნდა შეწყდეს საუბარი და რაც უნდა გადაეცეთ თაობებს, ხომ? აი ვთქვათ იზოლაციის და რუსეთთან მარტო დარჩენის შედეგები და ეს რა ტიპის ვთქვათ გაკვეთილი უნდა იყოს და რა ტიპის გზავნილების წყარო უნდა იყოს მათთვის, ვისაც შესაძლოა ეს ტკივილები საკუთარ თავზე არ გამოუცდია, ეს ახალგაზრდები დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შესაბამის წყაროს იყენებენ იმისთვის, რომ რაღაც სრულყოფილი ინფორმაცია გქონდეთ, თქვენ ახსენეთ, რომ თქვენ თავად ხართ დევნილი და ეს ტრაგედია თქვენს ოჯახს გადახდა. აი რისი გადაცემა არის მნიშვნელოვანი შემდეგი თაობებისთვის, ხო? ვის და თქვენ ზუსტად გაქვთ ამის უფლებაც და შესაძლებლობაც ამ წუთებში, იმიტომ რომ თავად ხართ ამ ტრაგედია გადატანილი ოჯახის წარმომადგენელი. აი, ზუსტად, რატომ ასე ვთქვათ, რატომ მოხდა ის ტრაგიკული დასასრული 1992-93 წლების კონფლიქტის აფხაზეთში? იმიტომ რომ რუსეთი იყო, ანუ ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში არავის იმ დროს არ ქონდა თავი ამ კონფლიქტებში ჩარავიდა, რუსეთი იყო ვითომ მომრიგებელი მოსამართლე. ანუ მომრიგებელი მოსამართლე, რომელიც უზრუნველყოფდა მშვიდობას და ცდილობდა ვითომ მშვიდობის დამყარებას. რამდენი ხელშეკრულებაც არ მოეწერა იმ პერიოდში, რუსეთი ყველგან გარანტული იყო, ყველა დაირღვა. ყველა დაარღვია აფხაზურმა და რუსულმა მხარემ, რომელმაც არავითარი ასე ვთქვათ გარანტიები სიამბლეში არ შეასრულა. ჩვენ ნახეთ, იყო ეს 3 სექტემბრის შეთანხმება, რომელიც ძალიან მომგებიანი იყო ქართული მხარისთვის, რომელიც აფხაზებმა ერთ თვეზე ნაკლებ ხანში დაარღვიეს და რუსეთმა რასაკვირველი არაფერი არ გააკეთა იმისაც, რომ დაეცვა ეს შეთანხმება. შემდგომ იყო უკვე შეთანხმებები, მოგვიანებით იყო მაისში 93 წლის, იყო 27 ივლისის შეთანხმება. ყველა შეთანხმება უზრუნველეყო ამ ყველა შეთანხმების გარანტორი იყო რუსეთი და ყველა შეთანხმება ირღვეოდა რუსეთის მითითებით სწორედ. და გარდა ამისა, ის დახმარება, რასაც უწევდა აფხაზურ მხარეს, რუსეთი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ შეიარაღებით. იქ იყო რუსეთის რეგულარული ნაწილების ნაწილობრივი მოქმედება ჩვენს წინააღმდეგ, მაგალითად შვებულებაში გასული ჯარისკაცები და ოფიცრები მოულოდნელად მოხალისებად მიდიოდნენ აფხაზეთში და იქ მოხალისეობრივ ჯგუფს ქმნიდნენ. იქ იყო ესე იგი საარტილერიო დახმარება, იქ იყო საავიაციო დახმარება პირდაპირ მნიშვნელობით. რუსების დახმარება რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ხო ამ ომს არ წავაგებდით მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთსაც ვებრძოდით მაშინ და ძალიან რთული ვითარება იყო უშუალოდ ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირება არსებობდა მაგ კუთხით, მაგრამ რომ არა ეს რუსული ჩარევა ნამდვილად არ იქნებოდა ის ტრაგიკული შედეგი. და შესაბამისად ვიცით, რომ არ შეიძლება რუსეთთან დარჩე მარტო. რუსეთი ზუსტად ამას აკეთებდა. 92-93 წლებში ის გარკვეულწილად განზე იყო გამდგარი, ცდილობდა რომ ეს გააკეთებინა, ესე იგი აფხაზების და ოსების ხელით. მანამდე ესე იგი ცხინვალის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტისასაც იგივეს ვხედავდით. განსხვავებით 2008-დან, როდესაც ეს უკვე არ გამოუვიდა, საქართველოს სახელმწიფო ბევრად ძლიერი იყო იმ დროს და მაშინ უკვე პირდაპირ შემოიჭრა რუსეთი და პირდაპირ მთელი თავის სამხედრო ძალით დაგვატყდა თავს. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი არის რა, რომ როგორმე ყავდეს ვიღაცა, ვინც დაგიცავს ამისგან. ანუ რეალური დამცველი ამ შემთხვევაში და ევროკავშირი ამ სიტუაციაში არის ყველაზე კარგი მაგალითი დღეს, რომ ევროკავშირის წევრობა იქნება გარანტია იმის, რომ რუსეთი არ დაგესხმება თავს, ეს იქნება გარანტია იმის, რომ შენ შეიძლება მშვიდობიანად აღადგინო ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, ყველაფერი, რასაც დღეს აკეთებს ქართული ოცნება, როდესაც ევროკავშირს გვაშორებს ყველანაირად და პირიქით რუსეთის ორბიტაზე გვაბრუნებს, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. ახლა მამანმა შეიძლება თქვას, რომ ევროკავშირმა უკრაინა ხო ვერ და ახლა
ხო ეხმარება ევროკავშირი და ამ 4 წელიწადმა ევროკავშირი ძალიან შეცვალა და ბევრად ძლიერი გახადა ვიდრე იყო 4 წლის წინ. ის სამხედრო თვალსაზრისითაც გაძლიერდა და კიდევ 5 წლის შემდეგ გაცილებით უფრო ძლიერი იქნება ამ კუთხით და ბევრად უფრო ეფექტური იქნება. შესაბამისად, როდესაც ჩვენ საუბრობთ 2030 წელს გაწევრიანების შესაძლებლობაზე, რა ფანჯარა ჩვენთვის იხურება პრაქტიკულად ამ მომენტში და სამაგიეროდ უკრაინა და მოლდოვა იქნება იქ ევროკავშირში იმ დროისთვის. აი ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რასაც საქართველოს წინაშე ჩადის, ქართული ინტერესების წინაშე ჩადის დღეს ქართული ოცნება. და ამის შედეგიც იქნება იმგვარი, რომლის თქვათ გამოსწორებასაც გამოსწორების ალბათობაც როგორი შეიძლება იყოს. ხო, ეს არის ისეთი შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც თუ დაიხურა შემდეგ აწლეულების მანძილზე ვერ გამოსწორდება უდიდესი ალბათობით. ანუ ისტორიული კანონზომიერება ამას ვკარნახობს. ჩვენ მქონდა ასეთი ფანჯარა ერთხელ გახსნელი 1919 წლებში, მაშინ პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამოყენება, რადგანაც იყო მთელი რიგი ფაქტორები, რომელიც აფერხებდა ამას, ობიექტური ფაქტორები, მოდით პირდაპირ ვთქვათ ამისი და როდესაც 1920 წელს ჟორდანიას ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმების, იმას ჰქონდა თავისი ობიექტური საფუძვლები. დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ ეს ჯობდა მეორე გადაწყვეტილების მიღება და იმ წარმატების გამტკიცება, სამხედრო წარმატების, რომელიც იქნა რუსეთის წინააღმდეგ მიღწეული და ბაქოს განთავისუფლება, რაც სავსებით შესაძლებელი იყო 1920 წელს. მაგრამ ეს დღევანდელი გადასახედიდან ჩანს. და აი აქ ამ მიმართებაში ევროკავშირთან დღევანდელ ვითარებაში დღეს არავითარი შემდგომი დაკვირვება არ სჭირდება იმას. არავითარი აწლეულების შემდეგ და 100 წლის შემდეგ შეფასება არ სჭირდება. დღესვე ჩანს, რომ ეს არასწორი ნაბიჯია. თემურ ისტორიის გადაწერაზე ვლაპარაკობდი და ეხლა ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი, რომ ლავროვის კომენტარი არის რუსეთ-უკრაინის ომზე უახლესი კომენტარია და ამბობს, რომ ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთო, ფაქტობრივად ჩვენი ბაბუების და დიდი ბაბუების, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გმირობას გადავხაზავთ. ამბობს ლავროვი და ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. აი ეს განმარტებაც რის მაგალითია თქვენთვის? თუ ვინმე შეიძლება შევადაროთ გერმანელ ნაცისტებს, ეს არის დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება და რუსი იმპერიალისტები, რაშისტები ეგრეთ წოდებული. სწორედ ისინი არიან იმ ნაცისტების საქმის გამგზავრებლები და არა უკრაინელები. დიდი მადლობა თემურ, დაგემშვიდობებით წარმატებას გისურვებ. ისტორიკოსი, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი თემურ პაპასკირი საუბრობდა ჩვენს